თანამედროვე რეალობაში, სამყაროში, სადაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა და ფაქტობრივად აღარ არსებობს სფერო, რომელიც ინტერნეტის გარეშე ფუნქციონირებს, გლობალურ სურათში ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც ინტერნეტზე თავისუფალი ხელმისაწვდომობა არ აქვთ. CloudWatch-ის ინტერნეტ თავისუფლების 2026 წლის ინდექსის მიხედვით ქვეყნებს შორის განსხვავება მართლაც მასშტაბურია და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ქვეყანას სრულყოფილი 100 ქულა არ აქვს, 4 კონტინენტის 11 ქვეყანა 92 ქულით პირველ ადგილზეა. სწორედ ამ ქვეყნებში მოქალაქეებს ინტერნეტთან წვდომის ყველაზე თავისუფალი შესაძლებლობები აქვთ. ამ ქვეყნებს შორის ბელგია, კოსტა-რიკა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, აღალი ზელანდია, ნორვეგია, სლოვაკეთი, სურინამი და ტიმორ-ლესტე ხვდებიან. ამ ჯგუფის ნახევარზე მეტს ევროპული ქვეყნები შეადგენენ და ისინი განსაკუთრებულად სკანდინავიაში კონცენტრირებულები არიან, სადაც შვედეთი ერთ-ერთი გამონაკლისია. საინტერესოა სურინამისა და ტიმორ-ლესტეს მაღალი პოზიციაც. ეს ორი უკანასკნელი სამხრეთ ამერიკისა და აზიის განვითარებადი ქვეყნები არიან, რომლებშიც მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, ონლაინზე წვდომაზე მინიმალური შეზღუდვები წესდება. რეალურად ინდექსი, რომელიც ამ შედეგებს ადგენს, კონკრეტული ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკას 4 მიმართულებით აფასებს. მათ შორის ინტერნეტის გამოყენება, VPN-ების ხელმისაწვდომობა, ზრდასრულთა კონტენტზე წვდომა და პოლიტიკური და სამოქალაქო გამოხატვის თავისუფლება. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები საშუალო დონეზეა და 100-დან 64 ქულას იღებს და 64 ქულიან ქვეყნებს შორის საქართველოც ხვდება. აქვე არიან იაპონია, ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია, ბოტსვანა, მოროკო, ნიგერია და სხვები. ანუ ერთმანეთისგან ეკონომიკური მდგომარეობით და პოლიტიკური წყობით საკმაოდ შორს მდგომი ქვეყნები, სადაც ცხოვრების დონეც მკვეთრად განსხვავებულია, თუმცა გარკვეული შეზღუდვების თუ დაშვებების ფონზე ამ ქვეყნებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ინდექსი საერთოა. დიდ ბრიტანეთს კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, 52 ქულა, რაც ამ ქვეყანაში ონლაინ კონტენტზე წვდომის მხრივ უფრო მკაცრ რეგულაციებს ასახავს. ყველაზე დაბალ პოზიციაზე კი 0 ქულით ჩრდილოეთ კორეა, სადაც მოქალაქეების უმრავლესობას გლობალურ ინტერნეტზე წვდომას საერთოდ არ აქვს. ისინი სახელმწიფო ინტერნეტ One Million-ს იყენებენ, რომელიც გარე ინფორმაციას ფილტრავს. მის შემდეგ ჩინეთი და რუსეთი მოდიან, რომლებიც ირანთან და პაკისტანთან ერთად 4 ქულიან მაჩვენებელს ინარჩუნებენ. ჩინეთს მსოფლიოში ცენზურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სისტემა აქვს, Great Firewall-ის სახელით ცნობილი, რომელიც მთავრობის კრიტიკას ზღუდავს და ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Facebook და YouTube ბლოკავს. რუსეთში სიტუაცია ეტაპობრივად რთულდება. სხვადასხვა აპლიკაციებზე წვდომა მოსახლეობას სულ უფრო აქტიურად ეზღუდება. უახლის წარსულში WhatsApp-ი აიკრძალა. ამჟამად Telegram-ის აკრძალვისთვის სტარტდება ღონისძიებები. საინტერესო გამონაკლისია სამხრეთ კორეა, 22 ქულით, რომელიც ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორც კუბა, ყაზახეთი და ვენესუელა. ამ სამს 36 ქულიანი მაჩვენებელი აქვს და ეს ადასტურებს, რომ ინტერნეტ თავისუფლებაზე გავლენას მხოლოდ პოლიტიკური სისტემა კი არა, კონკრეტული კონტენტის რეგულაციებიც ახდენს.